ოქროაშვილის კავშირებს რუსეთთან რუსი ანალიტიკოსები თბილისში აფასებენ. ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან KGB დგას და იმასაც ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს, რისთვისაც ნებისმიერ მეთოდს იყენებს. ანდრეი პიანტკოვსკი კი ფიქრობს, რომ ოქროაშვილს, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრია, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ყოფილ კოლეგებთან, სამხედროებთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან. მისი თქმით, თუ კი ბურჯანაძესა და ნოღაიდელს პუტინი შეხვდა, არ არის გამორიცხული, ოქროაშვილმაც მოახერხოს მაღალ დონეზე მოლაპარაკებები. Обратить внимание на то, что მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ 24 საათის განმავლობაში 3 დამთხოვა მოხდა. მედვედევი აკეთებს განცხადებას 2008 წლის ომზე, პერევში ხდება სროლები, ოქროაშვილი კი იმყოფება მოსკოვში. ეს ყველაფერი ერთ საბჭოურ ანდაზას მახსენებს. თუ ერთი დამთხოვაა, ეს შემთხვევითობაა. თუ ორი, ესეც მოვლენების შემთხვევითი თანხმედრაა. და თუ სამია, ესე იგი KGB-ა. ოქროაშვილის მოსკოვში ყოფნა მიანიშნებს, რომ კრემლის სურვილი გადააგდოს საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლილა. უბრალოდ ის ახალ ინსტრუმენტს იყენებს. Появление силовика ястреба. Ძალოვანი ქორის ირაკლი ოქროაშვილის მოსკოვში გამოჩენა არასასიამოვნო სიგნალია. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთთან ძალიან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, როგორც ჩანს, მაინც არსებობდა კონტაქტი რუს სამხედროებთან, უშიშროების საბჭოს წევრებთან. არ ვიცი ვის ხვდება ის რუსეთში, მაგრამ თუ კი პუტინი ბურჯანაძესა და ნოღაიდელს ხვდება, რატომ არ შეიძლება ის ოქროაშვილსაც შეხვდეს? Ну, вам всегда любят